მოგესალმებით მეგობრებო, დღეს კიდე მინდა რომ გასწავლოთ ერთი სიახლე. ამას ინტერნეტში ვერ ნახავთ. ამას ჩვენ ვსწავლობთ, ვინც ნუტრიციოლოგია ან დიეტოლოგი. მე გასწავლეთ როგორ უნდა დავთვალოთ კალორიები, ახლა გასწავლით როგორ უნდა გავანაწილოთ. ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, მონელების პრობლემები, მაშინ დღეში სასურველია რომ 5 ჯერ ჭამოს. მცირე რაოდენობით. და მაგის მიხედვით გავანაწილე კალორიები. ახლა ნახეთ. წახემსება არის შუალედური ჭამა, რომელიც უნდა იყოს მცირე რაოდენობის კალორია. შედარებით საუზმესთან, სადილთან და ვახშამთან. ვახშამი უნდა დამთავრდეს 6 საათზე. ვინც მუშაობს, არ შეუძლია, მაინც ცადეთ რომ 7-ზე უკვე დავამთავროთ. მაგის მერე არ უნდა შეჭამოთ არაფერი, რომ ორგანიზმი დაისვენოს. საუზმიდან სადილამდე 3 საათი გვჭირდება, რომ მონელების პროცესი დამთავრდეს. მერე ისევ სადილიდან ვახშამდე ისევ 3 საათი უნდა. შუალედურ ჭამაში ნახეთ რა შედის. ბერძნული იოგურტი, ხაჭო, თხილი ან ყავა მუქ შოკოლადთან ერთად. კვერცხით შეიძლება, მაგრამ მე მერჩევნია საუზმის დროს კვერცხი რომ შევჭამო. ავოკადოსთან ერთად, ან მწვანილი, ან თევზის ხორცი. ყველაზე კარგი პერიოდი მონელებისთვის არის დილის საათები. 3 საათამდე. რაც არ უნდა შეჭამოთ, ორგანიზმისთვის დატვირთვა არ იქნება. ვახშმის დროს ორგანიზმი უნდა დაისვენოს, უნდა ჭამოთ სუბუქი საკვები. მაგალითად, მოხარშული ბოსტნეული. ბოსტნეული კარგი იქნება თუ ალდენტე იქნება, ნახევრად მოხარშული. როცა ძალიან იხარშება, ნახშირწყლებში გადადის და იმდენად მაინც არ იქნება ორგანიზმისთვის სასარგებლო. მაგრამ ხორცის შემთხვევაში პირიქით უნდა კარგად მოუხარშოთ. მე 6 საათი ვხარშავ. როცა ძვლიდან მზრება ხორცი, მაშინ კარგად მოხარშულია. როცა ხანგრძლივად ხარშავთ, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი 5 ლიტრაზე 1 სუფრის კოვზი, რომ ძვლიდან მინერალები გამოვიდეს წყალში. თუ დღეში 3 ჯერ ჭამთ, ჯამთელი ხართ, მალმალე ჭამა არ გჭირდებათ, მაშინ შუალედური ჭამა, წახემსება უნდა წავშალოთ. და ეს 250 კალორია უნდა მივუმატოთ საუზმეზე. გამოდის 750 კალორია საუზმის დროს. იგივენაირად შვებით აქ. სადილიც გამოდის 750 კალორია. ვახშამს ვტოვებთ 500 კალორია, იმიტომ რომ საღამოს ორგანიზმი არ უნდა იყოს დატვირთული, უნდა დაისვენოს. ძალიან ბევრი კალორია არ გვჭირდება. თუ 2 ჯერ ჭამთ, მაშინ 1000 გამოდის. ან დილის საათებში 1500 და 500 ვტოვებთ ვახშმის დროს. თუ რამე გასაგები არ იქნება, შეგიძლიათ მომწეროთ. აბა დროებით და ჯანმრთელობას გისურვებთ.